გიგა ლურთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს მარჯანიშვილის თეატრიდან სამგლოვიარო პროცესი აღმოჩენების გამზირზე მუსკომედიის თეატრთან შეჩერდა, სადაც მსახიობებმა რეჟისორი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. გიგა ლურთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, სცენაზე დამონტაჟებული იყო მონიტორი, სადაც რეჟისორის ჩანაწერების ჩვენება მიმდინარეობდა. დიდი მოღვაწე ქართული თეატრის, იმ თეატრის, რომელიც თეატრის მსოფლიო მიწის, თუ რამეში აკეთებს კულტურაში კაცი, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით არის თეატრი. აი ამის თვალსაჩინო წარმომადგენელი წავიდა ქვეყნიდან. აი მაგნი ქართული კაცი. თვითონ იძახდა ხოლმე, ორი ფეხი რომ ქონოდა ახლა ბარი იქნებოდა. კაცი. ძალიან ცუდია, მაგრამ რასაც ცალს ვერავინ ვერ გამოვიკერებით. კაცკაცი აფოფოს. პაერის კაცი. მე ძალიან მიყვარდა ბატონი გიგა, ბევრი რამ მაკავშირებს ამ ადამიანთან. აი პატარა ბიჭობიდან რა მთელი ბავშვობა მომყვებოდა ყოველთვის მისი შემოქმედება. მან გაგვიცოცხლა ლიტერატურული გმირები, ნოდარ დუმბაძეს ვიხსენებ, ჭაბო ამირეჯიბს, ზნეობრივი გმირები და თვითონ იყო საოცარი ადამიანი.